აი მოგესალმებით გრიგორბო, ესეთი კადრები, სახალისო კადრებით. Yo, okay. ინგლისურად. Good. აი ესეთი კადრებით ვიწყებთ, კი ბატონო და ჩვენი ეს როცა ჯერ ეს ერთი გვაქვს, აი ესეთი შემართება, ყანაჩოღლებით აგერაიან და მიხარია პრინციპში, ესეთი ყანაჩოღლები ყავს, სიხარულით, ეგე. დათუშას ნახეთ, ეგე დათუშას ნახეთ, ეგე რა კაი სიხარული არ სახეზე. აი, არც მას არ ჩამოუწება. პატიცებრა მეც ხომ მიხარია ესეთი ორი ყანაჩოღლები რო ყავს, გიოჩი და პენსიონერი კაცი გიხარია, რო თქვი არ არსებობს. აი ესეთი კადრებით ვიწყებთ დღევანდელ დღეს. მოდი მოულოცო საზოგადოება, ჩემო პატრიცემულობა. გიორგობას გილოცავთ. ბრაუზა ეს არის ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა და უფალი ფარავდეს. უპირველეს ყოვლისა წმინდა გიორგის ძალა და მადლი შეგვეციოს ამა თქვენს თვით ორი დღევანდელ დღის ძალა და მადლი ყოველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. გამადავით საქართველოს და ჩვენ ხალხს. უფალი ფარავდეს. ნამდვილად. ეხლა როგორც იტყვიან, ჩვენი ცხრებისკენ გავიწიოთ. და საქმე როგორც ყოველთვის უპირველეს ყოვლისა არსებულ პროექტში პირველი პუნქტი, ხო, ეგრეთ წოდებული პრინციპში პირველი პუნქტი უკეთ დაგისრულდა, კი ბატონო შეიძლება ითქვას თავმად რომ დავასრულეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გვახსოვს, ხო? გავალ ახლა და რაღაც ამინდი ჯეჯერობით რაღაცა ჩამოყალიბდა გაზაფხულის ამინდი და აი ესე ჩვენი ერხედებიდან დავიწყეთ გვახსოვს, ხო? აი იქით ამ მხრიდან ამასობაში უკვე დაუბრუნდეთ ჩვენ ეგრეთ წოდებულ პატრიცემულ სამუშაო მხარეს. სამუშაო პროცესს რაც შეეხება, გასვოთ ხო ჩემი ტერმინოლოგიები, როგორც ყოველთვის ყველა გზა მიდის საით ბიჭებო. ისე ზოგადად, კი, ყოველ შემთხვევაში პრინციპში ეგ მასია, რა ვიცი, ისტორიულად მასია არის, იმიტომ რომ ყველა გზა მიდის რიმისკენ, ხო? რომისკენ და რიმისკენ ახლა უკაცრავად პრინციპში, მაგრამ რიმ და მიჩოვლია რიმ, რომისკენ, კი ბატონო, იყოს რომისკენ, მაგრამ ჩვენი გზები ყველა მიდის საკვებისკენ. კონკრეტულ შემთხვევაში საკვები უკვე გვექნება საბოლოო ჟამს, აი პატრიცემული უკვე იქით, აი იქით, სასუკეგე. დავითი მიდის და ამასობაში პირველი სველი წერტილი. არსებულ ფარში გვაქვს ორი სველი წერტილი, ორი სრულყოფილი სველი წერტილი, იმიტომ რომ ორი სველი წერტილი უმეტეს შემთხვევაში, რა ვიცი, საზოგადოება იღებს სააბაზარო პლუს ეგრეთ წოდებული სამზადებული, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში არის სამი მაშინ, ხო? იმიტომ რომ ორი სველი წერტილი ჯასაკი სველი წერტილი და პლუს სამზადებული. ამ შემთხვევაში გვაქვს აქ ასე გადავიღებ და კი ბატონო ესე დაუდგები, კი ჩვენი იქნება ფოკუსირებით დავიჭიროთ რატომაც არა, იმიტომ რომ გვექნება ეგრეთ წოდებული ინსტალაცია კლასიკურად, როგორც ჩვევია ხოლმე, ხო? ინსტალაცია ამ შემთხვევაში გვაქვს მოცულობა და მით უმეტეს ადგილი შესაბამისობა, ვინაიდან ეგრეთ წოდებული საშუალო, მაგრამ ტემპერატურის ეგრეთ წოდებული უკვე მიმართულება იქნება სხვა და სხვა, ვინაიდან იატაკის გათხოვას, აი მოგვიდებით, ხო, გვაქვს სულცეტრიში იატაკის გათხოვა და ესეც ალტერნატივა, ხო? ნუ ფიქრობთ ამაზე, თუ გვაქვს სისქე, სისქე ამას ქვია, აი გაჩვენებთ ახლა შეაპატისემულებო. რატომაც არა ყველაფერი თქვენთვის, ხო, მოგვიდებით, ხო? როცა გვაქვს სისქე, ხო, სიმაღლე უბრალოდ აი ეს, ხო, კი ბატონო, სისქე ამ შემთხვევაში იქნება ეგრეთ წოდებული სტიაშკის, დასხმული სტიაშკის მასის სისქე, მაგრამ ამ შემთხვევაში სიმაღლე. გვეძლევა საშუალება იატაკის გათხოვისა, არც უნდა ვიფიქროთ, ეს არის ალტერნატივა და უნდა გავაკეთოთ, ხო? უნდა გავაკეთოთ, ვინაიდან ეს არის კომფორტი, ეს არის მით უმეტეს სვეცეტრში უკვე ეგრეთ წოდებული უკვე ბაქტერიის გარეშე, რატომაც არა და ამასობაში უკვე ყოველთვის გექნება მშრალე საშხაპე ზონა, რატომაც არა ყველაზე მაგარი მიმართულება, თუნდაც ამიტომაც უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ იმ უნდა გავაკეთოთ იატაკის გათხოვა და მე თარმიდურობა ხო, ამასობაში როცა გვიწყობს უკვე ფართი ხელს, რატომაც არა, ფართი როცა გვიწყობს ხელს, ამ შესაბამისობაში უალტერნატიო არის ის, რომ პირველი ეგრეთ წოდებული უკვე უნიტაზის ინსტალაცია, თქვენ ენაზე ჩასაშენებელი უნიტაზი, რომ შემდეგ ეს იქნება საშხაპე ზონა, საშხაპე ზონაში იქნება გამიჯნული და ამასობაში აი აქ ან კუთხოვანი იქნება და ამას სამმავნოდ ვიხილავთ, ხო? კუთხოვანი იქნება იმ შესაბამისად პრინციპში რომ აი აქ აი მიმართულებაში იქნება მოტეხილი ან ესეთი, ხო? ხო? არ იქნება სრულყოფილი ეგრეთ წოდებული 90 გრადუსი და ამასობაში ამიტაც კი ბატონო მოსულებას მოვიგებ დიამეტრი, ხო? გეომეტრია ამასობაში არ იცვლება. შესაბამისად ხელსაბანი ეს ამ მიმართულებაში ამ უბრალოდ ამ სურცეთში გვაქვს ხელსაბანი, სრულყოფილი ხელსაბანი, რა თქმა უნდა, ცივი და რეცირკულაცია ეს არ გვაიწყება ბოლოს საკვებაში გავთ. ამასაც ვიხილავთ და ეგრეთ წოდებული ჩასაშენებელი ინსტალაცია, ამას ქვია უკვე საშხაპი ინსტალაცია. საშხაპი ინსტალაციაში იგულისხმება, რომ შეგვიძლია ჩვენ მომენტში პრინციპში გავაკეთოთ აი ეგრეთ წოდებული
ტროპიკული ხო, მაგრამ მიმართულება ჯანსაღი, ხო, ჯანსაღი რას ქვია? არ გავიწდება ხო? მაქსიმუმ ეგრეთ წოდებული უკვე ხარჯი, ეგრეთ წოდებული არა, ხარჯი ამ შესაბამისობაში გვექნება 15 ლიტრა წუთში. კი ბატონო, და რა 42-43 და მე გვინდა რომ მივიღოთ სრულყოფილება. ვერანაირ გარდა ერთისა რეზერვაციის შესაბამისად, ხო? რეზერვაციას ოცამ გავაკეთებთ ეს უკვე კერძო სექტორს ეხება, რატომაც არა, იქ უკვე ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. საგანგაშო ტრაპი ამას ყოველთვის ვითვალისწინებდა. მემონტაჟეებო 21 საუკუნეა, ხო უკვე გავივიძოთ დრო, აი ცენტრში რომ გააჭობთ ხოლმე ჭყალებში, არ ვიცნობთ, მაგრამ ეს ასეა. აი ის უნდა იყოს იქ, რომელსაც ვერ ხედავთ, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ის არის, ხო? კაი მიმართულება, ხო? ვერ ხედავთ, მაგრამ ის არის, ხო? ამასობაში ის არის საგანგაშო ყველაფერი რომ მოხდეს, უპირველეს ყოვლისა ის დაგვიცავს, კი ბატონო, პასიურად დაგვიცავს, მაგრამ ეს უმეტეს შემთხვევაში არის ეგრეთ წოდებული სანიტარული თვალსაზრისით, ხო? მოსაზრება ვინაიდან, ხო? რას ქვია ხა სანიტარული ნორმა? გავრეცხეთ, მოურეცხეთ, ხო? დავალაგეთ ეგრეთ წოდებული უკვე საშყაპე ზონა და ეს არის მაგისტრის მოგონებული ეგრეთ წოდებული ტრაპი. არავის არ ვიგონოს, რომ ამ შესაბამისობაში ღმერთმა დაიფაროს და არაერთი წელიდან, არ მეორე წელიდან, ხო? გასხმა, არ მით უმეტეს აი ეგრეთ წოდებული ჰიგიენურიდან, პირდაპირ მით უმეტეს რომ სადაც მე დგავარ, იქით იყურება კარების მხრივ, კარების მხარეს უბრალოდ ის დაგვიცავს, ვერაფერს ვერ დაგვიცავს, იმიტომ რომ ის კარები დავჭა ღია, რატომაც არა. გავაღე და დავტოვე ღია რა. ადამიანური ფაქტორია, ხო, მეტი არაფერი. ამასობაში ეს არის ეგრეთ წოდებული სანიტარული თვალსაზრისით. ამასობაში მშენებარე, ხო, ეს არის ეგრეთ წოდებული კერძო სექტორი არის, ეს არის მრავალბინიანი ეგრეთ წოდებული კორპუსი და მოუწოდებდი მე რა ქვია, მშენებლებს, რომ ეს არსებული მიმართულებას დაგვიტოვოთ, დატოვონ უბრალოდ პრინციპში კი ბატონო, ამ შემთხვევაში ჩვენს უკვე შესაბამისობაში უკვე ვემთხვევით ამ მიმართულებასა, უბრალოდ ვემხრობით ამ მიმართულებას და დაგვიტოვეთ ისე, რომ ეს კანალიზაციას დაერთებული არ უნდა იყოს. ვინაიდან ეს არის ეგრეთ წოდებული პასიური ტრაპი. პასიური ტრაპი თქვენაზე ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ფუნქციონალში არა და ამასობაში შრება, თუნდაც ის კლაპნიანი, ხო, რაღაცა წვიმანი, რაღაცა მიზერული, ეგრეთ წოდებული თუნდაც თმის, ხო, თქვენაზე პრინციპში თმის წვერის რომ მოხდეს, ის კლაპანი უკვე აღარ იკეთება სრულყოფილად. და ამასობაში მე ვიღებ სუნს. ამიტომ ეს უნდა იყოს დაერთებული, გამიჯნული უნდა იყოს, უბრალოდ პრინციპში და არ უნდა იყოს დაერთებული საერთო კანალიზაციას. ამის საშუალებაც უნდა მოგვცეს მშენებარე კომპანიებს გიხებათ ეს, ვინაიდან გარეთ 21 საუკუნეა. ტრაპი, აი ესეთ თარგმნილებრივ პრინციპში ჩვენ ტოვებთ ამას. კანალიზაცია არავის არ უნდა მივანიჭოთ ის, ხო, ეს მემონტაჟებრივი ძახით, რომ ამას თვითონ გაასწორებს ის კერამოგრამის ეგრეთ წოდებულ პრინციპში, ხო, მოპირკეთებას უკვე შეასრულებს, არა, ვერ მოგარქეთ პატივსემნოებო კანალიზაცია, ეს არის რეზიდენცია და რეზოლუცია და ამასობაში მიმართულება მემონტაჟის. ამიტომ ის უნდა იყოს დაცული, ის უნდა იყოს გასწორებული, ის უნდა იყოს დაფიქსირებული. კი ბატონო, მიზეული გასწორების ალბათობა და საშუალება უпроსტად მოეცემა. კი ბატონო, უკვე მოპირკეთებაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, რატომაც არა. კანალიზაციის მილები თავისი ქანობით, რაცაა საჭირო და რაცაა უკვე თუნდაც ვაკვირდებით, ხო, როცა არის პასიური, ვროს, ხო, ეს არის კაი ტერმინოლოგია, პრინციპში არ უნდა აღემატებოდეს, ხო, ერთი მეორეს, ვინაიდან პირველი ჩამავალი წერტილი, აქ მეტი წერტილი არის, აი ის წერტილი. ამასობაში კაია. აი მშენებარე კორპუსში, ხო, ეს კიდე პლუს დაუსვენდი დიდ პლუს იმას, რომ 100-იანი ეგრეთ წოდებული მიმართულება, სადაც უნდა იყოს ეგრეთ წოდებული უკვე ინსტალაცია იქნება თუ უნიტაზი დამონტაჟებული, გამიჯნულია და ის არის 50-იანი გამოყოფილი, კი ბატონო, ჩამონტაჟებული ისე, რომ ის არის მინუსში. კარგია, როცა გვეძლება საშუალება, რომ მაქსიმალურად სისქე, სიმაღლე უბრალოდ პრინციპში ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ. ვინაიდან ნიატაკის გათხოვა იქნება თუ რაც არ უნდა იყოს ეს პრინციპში თუ დათმონება რატომაც არა, ხო, ადამიანს სურს და როცა სურს, იმ მიმართულებაში ყოველთვის საშუალება უნდა გვეძლებოდეს. ამის მიმართულება არის დაცული და კაია, good, very good. ინსტალაციის გვერდზე როგორც ყოველთვის კლასიკურად ეგრეთ წოდებული ჰიგიენური ცივი ცხელი, კლასიკური ჰიგიენური უკვე ამას ნიშნავს უკვე ცივი ცხელი და ეგრეთ წოდებული უკვე ყურმილის შესაბამისად უკვე იქნება დამონტაჟებული ბოლოს. ამასაც ვიხილავთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ღია არ უნდა დავტოვოთ. განსაკუთრებულად მაშინ, როცა გვაქვს ორკონტროლიანი ქვა, ვინაიდან ის ვერაფერს ვერ გაიგებს და ამასობაში თქვენ ვერ გაიგებთ ვერაფერს რა ხდება. ამიტომ შესაბამისობაში აგვექნება ქვაბი ორკონტროლიანი პლუს რეზერვაცია და ეს შესაბამისობას უბრალოდ ალბათობას ამოვარდება. ვინაიდან გვექნება ეგრეთ წოდებული რეცირკულაციის კონტური. გავაკეთეთ თანმიმდევრულად, აქ არის მოპირკეთების ეტაპები, მოპირკეთების ეტაპებში აი უკვე ერთ პრინციპში ჩვენი რეზოლუცია და მიმართულება ყოველთვის უკვე ვის გვაკვირდება ამასობაში იცით ხო? ვინაიდან უკვე ვინარჩუნებთ ეგრეთ წოდებული უკვე ჰორიზონტალს გამოსვლებში და დამონტაჟებულ რადიატორს, მაგრამ ამ შესაბამისობაში აქ არის უკვე აი ეს ნაწილი ეგრეთ წოდებული
საბაშერ მუყაოთი მოპირკეთებული, იქაც საბაშერ მუყაოთი, ხო, მოპირკეთებული, კი ბატონო, აი ეს და ამასობაში უკვე დატოვებული გვაქვს იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის აუცილებელი მიმართულება, ხო, ეგრეთ წოდებული უკვე სიგანე არის დაცული და ეგრეთ წოდებული უკვე სიმაღლეს დაერთებით საბოლოო ჟამს, როცა უკვე მოპირკეთება დასრულდება, რატომაც არა, ხო, ამ შესაბამისობაში უკვე დამონტაჟდება. აი ეს პატრიცემული, ხო, ამაზე პატრიცემულები მქონდა ამაზე ცალკე პოსტი, ხო, რაც ნიშნავს ეს ამასობაში უკვე ცალკე აღარ გავმარტავ, ვინაიდან უკვე ეს არის 2-4, ხო, ამასობაში აქ რაღაცა სიტუაციას არაფერს არ წარმოადგენს, ვინაიდან ეს არის ეგრეთ წოდებული უკვე სიმაღლეში, ხო, დეკორატიული რადიატორის უზახი მეტრ 80-იანები, დამონტაჟდება მშვენივრად ერთ ცალი აქ. ეს სქემა ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც არ აქვს დამონტაჟებული რადიატორებმა რა უკვე. სისტემა დაპრესილია, ამასაც ვიხილავთ ახლა თანამედროვე პრინციპში გავყებით და ამასაც ყველაფერს ვიხილავთ. ნეპროჰესი. ამას მეუძახი ყოველთვის ნეპროჰეს, აი ვაგვიდებით ხო, აი ამას ვიათ ნეპროჰესი. რამდენი მილია ხო და ამასობაში არსებულ ფარში, ხო? ეგრეთ წოდებული სიურპრიზი არა, მაგრამ ასეთი სიტუაციები ძალიან ბევრჯერ რა გიმაროთ და ჩემთანაც მექნება ასეთი მიმართულება, იქაც უკვე დასხმული არის ეგრეთ წოდებული უკვე სტიაშკა და ჩემთან გასაკვირად პრინციპში არის ძალიან ხარისხიანი სტიაშკა, ვინაიდან ეგრეთ წოდებული უკვე სრულყოფილი, ეგრეთ წოდებული არტბოინიკის გამოყენება მოგვიწია. ეს კარგია, ხო, რაც კარგია, ყოველთვის უნდა ეს დადებითად შევაფასოთ. რატომაც არა, მე ამას არასოდეს არ გავობივარ და რაც იქნება დადებითად გაკეთებული, ყოველთვის იქნება დადებითად შეფასებული. მაგისტრალები, ხო, აკვირდებით, ხო, ესეთი რაკურსები და მეტის ბოლოში, ხო, ყველაზე გრძელი გამოსვლა, თქვენ წარმოვიდგინეთ, რაღაც 15-16 მეტრა. ამასობაში ეს ნიშნავს იმას, რომ აი ზუსტად ეს ბოლო რადიატორები, ბიოსოგონია, რომ კოლექტორული სისტემა თუმე ეკონომიურია, ეს რაღაცა ფიქცია არის ხოლმე, ხო, რაღაც ამას უსმენ ხოლმე, მეცინება, ხო, თვითნებურად ვინაიდან კოლექტორული სისტემა იქნება ეს, თერმიდორული იქნება თუ ეგრეთ წოდებული ტიხა, მაგრამ ეს მნიშვნელობა არ აქვს, თორე სისტემის მორგება არსებულ ნებისმიერ კონკრეტულ ამა თუ იმ ფარტს. თორე რადიატორი რანაირად გაცხელდება და რანაირად იქნება სისტემა აწყობილი, რადიატორისთვის სულ ერთია, ვინაიდან მისთვის არის ერთი დანიშნულება მოვცეთ ის ფაქტიური სიტყვა, რასაც მას მიანიჭებთ. გავიგეთ ახლა თარმიდორულად ხო? ამ თარმიდორობას მიყვება მეორე ეგრეთ წოდებული უკვე სველი წერტილი და მეორე სველი წერტილიზე მე ის შესაბამისობაც პრინციპში იქნება აი ზუსტად იქ, რატომაც არა და ამასობაში იგივე მიმართულება, მაგრამ ამ მიმართულებაში უკვე ამასაც ვიხილავთ, ინსტალაცია აქაც არაფერი არ შეიცვალა, შევალ აქედან და იმედია ფოკუსირებას დაიჭერს, კი ბატონო, კი დაიჭერს, მეც ვაგვირდები რომ დაიჭერს, ეგრეთ წოდებული უკვე ინსტალაცია ჩასაშენებელი უნიტაზი თქვენ ენაზე დაფიქსირებულია, დამონტაჟებულია, დაპრესილია სისტემა. უხნა შეხამ უბრალოდ სამზარეულოში ამასაც გაჩვენებთ ეგრეთ წოდებული ჰიგიენური ცივი ცხელი აქაც ეგრეთ წოდებული სრულყოფილი რატომაც არა საშრობი აი გვიქნება ეგრეთ წოდებული სარეცხი მანქანა და მის თავზე იქნება საშრობი ესე იგი მიწოდება კანალიზაციის ხო კანალიზაციის წერტილის ამასობაში უკვე სარეცხი მანქანაზე და ეგრეთ წოდებული ცივი წყლის საშრობს არაფერი არ ჭირდება ცივი წყალი აქ იქნება ეგრეთ წოდებული ხელსაბარი და აი ამ სექტორში გვიქნება უკვე ეგრეთ წოდებული სტაციონარული, მაგრამ სტაციონარული ვანის ქვეშაც გავაკეთეთ იატაკის გაათბობა. აქაც ჩასაშენებელი ეგრეთ წოდებული უკვე ინსტალაცია, ვინაიდან ცივი ცხელი და აქ შესაბამისად იქნება კომბინირება. ნახეთ, ძალიან რთული მიმართულება არის ამასობაში, მაინც გავარდეთ თავი, ხო? აი ესეთ რაკურსით დავუდგეთ, პირამიდის ეგრეთ წოდებული სამკუთხედი გვიქნება, ხო, ეგრეთ წოდებული ტრიუგოლი, ხო? აქ გვიქნება ეგრეთ წოდებული უკვე ჩემენაზე ასუზახით, უკაცრავად ბჭყალებში დუდუკი, კი ბატონო, კაი მიმართულება რატომაც არა. ვანის შევსება, ამ მიმართულებაში დეტალები აქცენტირება არის ვანის შევსება, აქ იქნება ეგრეთ წოდებული ყურმილი და ბოლო გადართვა იქნება ეს ეგრეთ წოდებული უკვე ტროპიკული, ხო? ტროპიკანკა, ტროპიკული, რა კაია, ხო, ეს მიმართულებაც. რატომაც არა, ეს ყველა მიმართულებას და ყველა ასეთ ეგრეთ წოდებულ ასპექტებს ჩვენ ვექვემდებარებთ, ვითვალისწინებთ უბრალოდ, ვექვემდებარებით და კიდევ ვითვალისწინებთ. დამკვეთების მოსაზრება აუცილებელია, ხო? ვინაიდან უკვე ჩვენს განზომილებაში ერთ-ერთი ეს ზუსტად ეს ქვე ეგრეთ წოდებული რეზოლუცია ამაზე იქნება დამოკიდებული. გავითვალისწინოთ დამკვეთის მოთხოვნილება და მაქსიმალურად შევარცხათ კი ბატონო ჩვენს მიერ დამონტაჟებული სისტემა მის მოთხოვნილებას და აქ ყველაფერი შემიძლია თამათქვა რომ გამოყენებული არის და შეწყვილიც არის იატაკის გათბობა. ამ შესაბამისობაში ადგილი არ გვაძლევს საშუალებას ვინაიდან უკვე ძალიან მაქსიმალურად არის დატვირთული, ამიტომ საშრობის საშუალება არ მოგვეცა. მაგრამ იატაკის გათბობა შესაბამისი პრინციპში დაკარგების ზღვარზე გვახსოვს ხო ჩემი ტერმინოლოგია ერთი არის იატაკის გათბობა ყოველთვის და ნებისმიერი გათბობის სისტემა უნდა იყოს მორგებული ფართის დანაკარგებზე გვაძლევს იმის საშუალებას მით უმეტეს ვანის ქვეშაც რატომაც არა გასულ ვანის ქვემოთაც გვექნება კომფორტი და არა დისკომფორტი
გათვალისწინება ხო კანალიზაციის ეს უკვე ოჯორი 4-ია, ეგ ეწოდებული უკვე ნიველირით, ხო? რატომაც არაფერს შორის სიმაღლე გავითვალისწრო და მე საომაროდ საბოლოო ჟამს უკვე ეს ჩვენი გასაკეთებელი იქნება. რატომაც არ დავითვალისწინებთ, ერთადერთი უკვე მემონტაჟის ეგ ეწოდებული მობიკეთების სტიქიებში ეს უკვე გამარტებაში უკვე არის. მას პრინციპში ეს უკვე გამარტება აქვს უკვე მიღებული, მაგიტომაც ცივის ხელის გასწორება წერტილების ეს არ უნდა გეშლებოდეთ ესე იმად გეხებათ, ვინც ხართ ჩართული ეგ ეწოდებული უკვე მობიკეთებაში. აი ეს თამიდურულად ხო ეხლა ნელა რომ გამოყვეთ ეს არის ბოლო საძინებელი შემდეგ თამიდურულად აი ზუსტად იმ საძინებელს იქ რაც ვიხილეთ ის არის პირველი ეწოდებული სააბაზანო ეს მეორე სააბაზანო შესაბამისად მოპირაპირე მხარეს ერთი კიდე საძინებელი აქაც ამ შესაბამისობაში უკვე რადიატორი აქაც ეგრეთ წოდებული მინი ნეპროფესიონალი ვინაიდან წარმოიდგინეთ კოლექტორული სისტემა რა თქმა უნდა ჩემთვის უპირატესობა არც ეს სისტემას არ აქვს ამას კიდევ ჯერ ვაღიარებ და ეს დამკვეთებსაც გეხებათ ყველაზე ეკონომიური არის ეგრეთ წოდებული 2 მილიონი და მიმართულება ერთ და იგივე იქნება მაგრამ მოთხოვნილება როცა არის უკვე დათვალისწინებული კიდევ ჯერ ვიზახ როცა აქვს მოთხოვნილება დაკვეს ჩვენს ვითვალისწინებთ კოლექტორული გაყვანილობა კოლექტორული სისტემა გათხოვის ეგრეთ წოდებული უკვე სექციული რადიატორები შესაბამისად დაბალ ტემპერატურაზე მომუშავო სისტემაზე ამას მე ყოველთვის ვითვალისწინებ რატომაც არა და არა მაქსიმალურ ტემპერატურაზე და ეგრეთ წოდებული თერმოსტატიკური მართვით ხო ეს ასებული რადიატორების ეხლა ვიხილავთ იქ 2 წელი უკვე ნიმუში უკვე დემონტაჟი ხორციელდება ვინაიდან დაფიქსირება აი ბევრს გიგვითხოვ მე რატომ არის აუცილებელი ხო ვინაიდან უნდა იყოს დაფიქსირებული ეგრეთ წოდებული უკვე პადვოდკი ხო მიწოდება და ეს ყოველს პრინციპში როცა არის უკვე დაფიქსირებული არასად არ გაგვიქცევა და არა გამოყრილი ქაოსურად და მილები და თერმოსტატიკური მართვით აქ საბოლოო ჟამს აი ზუსტად აი პატივცემული უკვე ეს არის ეგრეთ წოდებული უკვე დეკორატიული დანართი რომელთაც შეგვიძლია რადიატორი დავტესტოთ და შემდეგ ეს საბოლოო ჟამს ბოლო პროცესში პრინციპში ეხსნება და იქ მონტაჟდება ეგრეთ წოდებული თერმოსტატიკური თავაკი პროცესებში ვარ უკაცრავად მიწეს ასეთი სტატუსით მოძრაობა გადაადგილება ვინაიდან უკვე გამზადებულია ხო სასიარში ეგრეთ წოდებული უკვე მასალა და კი ბატონო ეგრეთ წოდებული მარგარკას სამალერო სამუშაოების დაწყებულია ვაგვიდებით ხო აი რამდენი მილია ხო მეორე საძინებელში იგივე მიმართულება ქვეპუნქტი და საბოლოო ჟამს უკვე ერთი ჯანსაღი პუნქტი ვინაიდან ვაგვიდებით ხო გამოსული ეგრეთ წოდებული უკვე მაგისტრალები ეგრეთ წოდებული მიწოდება დაფიქსირებული მილებით ეს არის ფიქცია და რადიატორი უნდა იყოს უყოფილად დაფიქსირებული ეს რაც ნიშნავს თქვენაზე გაგიმართოთ ეხლა პატივცემულები აი უყოფილად რომ ნახოთ რადიატორი ვაგვიდებით ხო აი რადიატორს აი აქედან თუ გინდა აქედან ვეჭიდაოთ მაგრამ თუ გინდათ ქვემოდან ვეჭიდაოთ ვერაფერს ვერ ვისაუბრთ ვინაიდან ის არის უყოფილად დაფიქსირებული არა მილების ხარჯზე არამედ ისე როგორც უნდა იყოს საჭირო თუ როგორ ეს ყოველთვის არის ჩვენთვის 2-4 ეს არის აქსიომები ხო ჩვენ აქსიომებს ყოველთვის ვერ ვნობით რომელთა შედარებით მიმართულებაში აი ზუსტად უკვე არსებული ეს რადიატორი შემოსასვლელში ამას თვალისწინებთ ეს არის გამოვალი კარები კორიდორი არის გახსნილი არის ეგრეთ წოდებული უკვე სადარბაზო და დააკარგები გვაქვს ამას ყოველთვის თვალისწინებთ ერთ თუ გვეძლევა ამის საშუალება და ამასობაში გვეძლევა საშუალება ვინაიდან ეგრეთ წოდებული ელექტროგაბანაწილებელი დაფა ხო ეგრეთ წოდებული შეცრო უზახიან ეს არის აგერა აქ პატივცემული და ქვემოთ გვეძლევა ამის საშუალება რომ კარების უკანა მომიჯნავი გვექნება ეგრეთ წოდებული უკვე რადიატორი დავინახეთ უკვე ხო რას ვაკეთებთ ჩვენ მაგრამ ეს პატივცემული შემოტეავდება საბოლოო ჟამს მაგიტომაც არის მყარად მდგრადად დამონტაჟებული ჩვენს მიერ რადიატორები შეფუთული ხო ეგრეთ წოდებული უკვე მიმართულება ეს ყოველს უნდა იყოს აი ეს შეფუთულები უნდა ეს გეხებათ იმ პატივცემულ ადამიანებს პიროვნებებსაც ვინც უკვე დაკავებულები ხართ მოპირკეთებაზე ვინაიდან ყოველს უნდა დაიცვათ ჩვენი გაკეთებული არა ეს ყოველს უნდა თქვენთან შეეკითხოთ და ამიტომ აი ეს კულტურა ხო აი ეს კულტურა როცა უნდა გავაკეთოთ ისე როგორც საჭირო ყოველს არის აქტუალური ვაკვირდებით ხო ეგრეთ წოდებული უკვე სამალიარო რა ქვია ხო ქართულად სამალიარო ეგრეთ წოდებული პრინციპში სკოჩით არის დამუშავებული და შებუთული აი ეს არის ეგრეთ წოდებული აი ეს ბერს დაგებადება შეკითხვა რა არის ხო ეგრეთ წოდებული თხევადი ანკერი თხევადი ანკერი ბრენდს არ ვიტყვი, მაგრამ ეს არის ეგრეთ წოდებული ორკომპონენტიანი ეგრეთ წოდებული თხევადი ანკერი, რომელიც გვაძლევს იმის რომ ქიმიური ანკერი უბრალოდ პრინციპში კი ბატონო. ქიმიური ანკერი რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ ამას 1-5 წლის მერე, ხო, თუნდაც ბუქსირით დავობათ, ვერ მოგვლიჯავთ, ვინაიდან გვაქვს უმეტეს შემთხვევაში არა. 100%-დან 100%-ები გვაქვს, ხო, ძალიან იშვიათობა არის, მყარი კედელი ქონებს. ეგრეთ წოდებული 10-15 მაქსიმალურ პრინციპში 20 სანტიმეტრიანი ეგრეთ წოდებული შლაკაბლოკი. და ამასობაში ამ ეგრეთ წოდებული რატოს კედლებზე უნდა დავამონტაჟოთ, დავაფიქსიროთ რადიატორი, რომელსაც აქვს გარკვეული წონა. ამიტომ ყოველთვის ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ქიმიურ ანკერს, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას ის იყოს მყარად დაფიქსირებული. დავაკეთოთ თანმიმდევრულად
ეს არის კორიდორი შემოსასვლელი და მიყვებით, ხო? ჩვენი მიმართულება არის და უკაცრავად ფოკუსირება დავიჭიროთ და აი ეს მაგისტრალები როცა რომელიც მიყვება საკვაბისკენ. ეს იქნება უკვე საკვაბიდან პირველი ეს არის სამზარეულოში მივიდეთ. რატომაც არა. აი ეს ეგრეთ წოდებული ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ენაზე სისტემა დააპრესილი, ცივი ცხელი გაერთიანებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ცივიდან მიწოდებული წყალი გადავიდა უკვე ცხელში. კანალიზაციის წერტილები დაფიქსირებული არის, აქ იქნება ეგრეთ წოდებული ჩვეული თქვენს ენაზე მოიკა, ხო? ჭურჭლის სარეცხი, ეს იქნება ეგრეთ წოდებული უკვე სტაციონარული მომუშავე, ჭურჭლის სარეცხი, ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ 1+1 გვექნება. სისტემა დააპრესილია გუშინის აქეთ. ეს ჩვენი აუცილებელი მოთხოვნილებაა, სანამ ტესტირებას არ გავივლი სისტემა, არავითარი დასხმები, მაგრამ ტესტირებას როცა გავივლით, არავითარი ფუნქციონალი და არავითარი პროცესების ჩატარება, სანამ ეს არსებული თუნდაც ხო, მაგისტრალების ფრაგმენტები არ ჩაისხმება და სტიაშკები არ დაისხმება სულ წერტილებში. გამორიცხულია წერტილი, ამაზე არც უნდა ვიფიქროთ. მაგრამ თავარი მაჩვენებელი აი ეს ხო, საბოლოო ჯამს სანამ რემონტის პროცესებში ვართ, წყლის მოხმარება იქნება გარეთ, აი ამაზეც ვიხილავთ საკვების ზონაში. ამიტომ ეს იქნება ყოველთვის ჩვენი მაჩვენებელი საათი, გეზი. მაგიტომაცაა ეს 32-იანი ამაზობაში თანმიმდევრობას გავყვეთ, ეს არის 32-იანი ვინაიდან აქ გვექნება ეგ წოდებული სტაციონარული ჭურჭლის სარეცხი, აქ გვექნება რადიატორი, მინიატურული, მაგრამ ეს უნდა იყოს აქ თერმოსტატიკური მართვით, აქაც ეგრეთ წოდებული ქიმიური ანკერით დამონტაჟებული ქიმიური ანკერი ამას ნიშნავს დაფიქსირებული არის და უკვე მხარად იქნება გამაგრებული საბოლოო ჟამს. დაფიქსირებული, შეფუთული, ეგრეთ წოდებული უკვე პადვოდკები, კი ბატონო, რატომაც არა, იმიტომ რომ უნდა ცეთ პატივი ჯერ ესეთი საკუთარ თავს, კიდევ ჯერ ვიზახი. ვიღაც ხო დამკვეთის ზღვარზეა, საკუთარ თავს, საკუთარი გაკეთებული სამუშაო პირველ ყოველისა მემონტაჟებს გიხმართ, უნდა მოგწოდოთ თავო. ამიტომ უნდა ბევრჯერ მithქვია და კიდევ მრავალჯერ ვიტყვი რომ სისუფთავე სისუფთავე დაიცავთ პატივცემულობა ყოველს უნდა იყოს სისუფთავე. სისუფთავე არის ნომერ პირველი ქვეპუნქტი არა, ნომერ პირველი აუცილებელი პუნქტი. ეს ალტერნატივა არის და მაგით. ვაკვირდებით ხო ხა ბეზდაგებადება რა დანადგარი ეს რა არის, რა ჯანდაბა არის. ეს არის ეგრეთ წოდებული კონდიციონერის პრინციპში ეგრეთ წოდებული წვეთოვანი დანი გამოდის ყოველთვის უკვე წყალი და ეს არის ეგრეთ წოდებული რაზისტროია მას ქვია ტერმინოლოგია თქვენ აზრი რო ვთქვათ ორი ერთში ეგრეთ წოდებული ჰიდროზატვორი ეგრეთ წოდებული უკვე კლაპანი ანუ ორი ერთში არის გაერთიანებული ვინაიდან ეგრეთ წოდებული ჰიდროზატვორს ხო ჰიდრო ეგრეთ წოდებული უკვე ზუსტად აი ამ სატორს ასაც ქვია ჩვენ ენაზე სატექნიკების ენაზე კი ბატონო პრინციპში ეს მიმართულება ისაა რომ სუნი არ მივიღოთ ვინაიდან კონდიციონერიდან შეგვიძლია მივიღოთ სუნი ვინაიდან ციღარას გავმარტე ხო ასე მიმართულებასაც უნდა ითვალისწინებდეს მშენებელი არ უნდა იყოს ეს დაერთებული ეს მოგვიდებით ხო მიმუსული არის კანალიზაციის საერთო კანალიზაციაზე დავაერთოთ და ამასობაში სანიტარული ნორმა არის რომ ნებისმიერი ბაქტერია შეიძლება შევიდეს და კონდიციონერიდან ამასობაში შტავთქოთ თქვენ მაგრამ აი ეს არსებული დევაის რასაც ქვია ოკეი ეგრეთ წოდებული ჰიდროზატორი პლუს ეგრეთ წოდებული მშრალი კლაპანი აგვარებდებს თავიდან იმას რომ არ მივიღეთ ჯერ ესეთი სანიტარული ნორმა იქნება დაცული ხო ვინაიდან პირდაპირ დაერთებით კანალიზაციაზე არა ნახორციელებული ვინაიდან ეგრეთ წოდებული შიგთავსი მოწყობილი არის ისე რომ აქვს ეგრეთ წოდებული მშრალი კლაპანი პლუს ეგრეთ წოდებული ჰიდროზატორი ხო ეს კალი ამას ქვია ჰიდროზატვორი ამის მოგლიჯვას როცა გამოიწვევს და გამორიცხულია ხო ამ შესაბამისობაში ეს გამოიწვევს ვინაიდან ყოველს უნდა მივაქციოთ ყურადღება ეს უკვე მშენებარე კორპუსების მიმართულებაში ხო მრავალბილიან კორპუსებში ყველას გეხებათ უნდა შეამოწმოთ ხო ეგრეთ წოდებული ფანური მილი ჯანსაღი არის თუ არა ფანური მილი თუ არა ჯანსაღი ალბათობა იმისა რომ 3-4 სველი წერტილი 3-4 ხო ამას უნდა გავალო პარალელურად ამასობაში წამოვიდგინოთ მეგობრო 3-4 სველი წერტილი შესაბამისად ხო რატო არის მავნე იქნება იმ შესაბამისობაში ვინაიდან როცა ამის ალბათობა იქნება მოხდება ეგრეთ წოდებული ჰიდროზატორის მოგლეჯვა და მიიღებთ სუნს საკუთარ ფარჩში ეს იქნება გარდერობი საგარდერობაში არაფერი არ გვჭირდება აი ეს ხო გამოდივართ უკვე თანმიმდევრულად ეს იქნება უკვე ცენტრალური ეგრეთ წოდებული მინღები პუნქტი რეზიდენცია აქაც იგივენაირად ხო დამონტაჟებული არის ქიმიური ანკერი ხო ქიმიური ანკერი მშვენიერი არ ვიტყვი კიდევ ჯერ ბრენდს ვინაიდან რა ვიცი პირდაპირ ვიტყვი პრინციპში ხო ცოტა გათვითცნობიერებაც უნდა გქონდეთ ხო გაყიდულ კომპანიებს გეხებათ ხო იმას როცა ჩვენ ვაშუქებთ თქვენც უნდა გქონდეთ ჩვენსკენ პრინციპში ხო გეზი წამოწეული და არა მხოლოდ სამხრივი ეს არ უნდა იყოს
აი მაგითო მე შემდეგ ამის შემდეგ ვიტყვი რა არის რომელი არის გამოყენებული და ასე შემდეგ. იგივენაირად დაცული, იგივენაირად უკვე დაფიქსირებული იქნება საბოლოო ჟამს, ვინაიდან რადიატორი უნდა იყოს მყარად დაფიქსირებული, და რა თქმა უნდა დამონტაჟება პლუს დაფიქსირება ეს არის აუცილებელი. აქაც გვექნება 1+1 რადიატორი. ეს ბოლო რადიატორი, აქაც ხო ყველა გიზი, აი ეს არის რაღაცა მაქსიმუმ ნებროჰესი, ვინაიდან სტიაშკა დასხმო ფარჩი აი ესე გაართვა თავი, ეს შეგვიძლია თავმას შევიქოთ თავი, ვინაიდან პრინციპში გადახართვის გარანტი გამორიცხულია, ფაქტურად დავიწყოთ, მაგრამ გვაძლევს საშუალება სტიაშკის დასხმის სისქისა, იმისა რომ არსებული მინები დაფიქსირდეს, დაიმალოს და ამასობაში იმის ალბათობა, რომ არსებული მილზე თუნდაც დაწოლა განხორციელდეს, გამორიცხული იქნება. აი ვაკვირდებით ხო, მეგონი ამდენი მილი დაგვებადება ამასობაში შტაბისწირება იმისა, რომ ერთი კორპუსზე მიმავალი რადიატორების პრინციპში არის მაგისტრალები, მაგრამ ამასობაში ყველა არის ამასობაში ცივი წყლის რეცირკულაცია სააბაზანოსი, უბრალოდ სამზარეულოში და დანარჩენი რადიატორებისა. ეს არსებული რადიატორის ამ შემთხვევაში აი ესეთი სახით იქნება ყოველთვის დაფიქსირებული, მოიხსნება, აი როგორც ახლა. დავით აკეთებს ამას, მოიხსნება ერთი манипуляციით. ხო, ეს გიზარებად ხო მემონტაჟეებს. აი ეს უნდა განახორციელოთ ყოველთვის. რაც აი რატომ გააკეთა ეხლა ხო ერთი ხელით შეგიძლიათ მოუშვათ ეს და ეს ეგრეთ წოდებული რადიატორი არა განსაკუთრებული რადიატორი რომელიც გვაძლევს სითბოს ხო გამახსენდა მას ახლა შენი სიტყვები ახლა მარნეულიდან ჩამოვიდა მარშრუტკაო აი ეს გამახსენდა ზუსტად ხო ეს რადიატორის მოიხსნება და წავა მარნეულში მაშინ ხო აბა სხვა რა დაგიხსნა ვინაიდან ეს აუცილებელია აი ეს არის აუცილებელი ხო აი ვაკვირდებით ხო უკვე არის დაფიქსირებული ეს არსად აღარ გაიქცევა აღარ დამჭირდება მე საბოლოო ჟამს ამისი ხო ეგრეთ წოდებული უკვე პადოტკების პრინციპში ეს არის შენარჩუნება უკვე დაფიქსირებული ამას არაფერი აღარ მოუ დაწნეხილი სისტემა უნდა იყოს აუცილებლად აი აქაც ხო ეს არის ორი მხარე სადაც იყოფა აი წერტილიდან უკვე იყოფა ერთი მხარე მეორე მხარე იქით მხარე უკვე ბოლენასიშენა რო ითქვა პრინციპში უკვე უფრო დატვირთული არის მაგიტომაც არის ცივი აი თანამდებობას პრინციპში მინებისა უნდა ქონდეს ტვინში ჩაჯენერე ხო აი ეს პირველი ხო რა არის გაკეთებული რატომ გაკეთებული თუ არ იცი რა ვიცი მემონტაჟი პრინციპში მაშინ რატო აკეთებ ხო ეს არის ეგეთ წოდებული უკვე ცივი ერთადერთი რაცაა დატოვებული შენობის ხინა რაცაა შემოყვანილი ეგეთ წოდებული პოლიპროპილენის მილით შემოყვანილი წყლის წერტილი აი ეს არის პირველი შემდეგ უკვე ცივი ერთი ცივი მეორე უკვე სააბაზანოების შემდეგ უკვე ეს არის იატაკის კონტურები სააბაზანო 1 სააბაზანო 2 რეცირკულაციის ცივის ხელი განაწილება ყველა მილი არის ჩალაგებული აი ახ გავდიოთ როგორც ყოველთვის საკვებისკენ საკვები ჯერჯერობით უკვე წარმოდგენილი აი ეს სახით გვექნება მაგრამ საბოლოო ჟამს ამასაც ვიხილავთ რატომაც რაღაც ხო როცა მოგვეცემა ამის საშუალება და ბოლოში გავალთ, აი ბოლოში გვექნება აქ უკვე ეგეთ წოდებული უკვე რეზერვაციით და რეზერვაციით ეწოდებული უკვე გავაკეთოთ ფოკუსირება, ხო, მაპატიეთ, მაგრამ ეს ასია, ოპერატორების უნდა გავხდეთ, ან ოპერატორი უნდა დავიქირავო, აი ეს მშენებლისგან დატოვებული მშენებლის კი ამას კიდე გავამახვილებდი ამაზე ყურადღებას, იმიტომ რომ ძალიან დაბლა არის ვინაიდან, ხო, ეხა არსებული ფაქტი ჩვენია უკვე, ხო, ამასობაში უკვე მოასუგაცრავთ, მაგრამ რა ქვია, მშენებარე კომპანიას უკვე გადაგიხადეთ ფული და ეს ჩემი ფარტია უკვე, მაგრამ ამასობაში ეს ჩემი ფარტი მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო. ამასობაში როცა მახვედრებ აი ესეთ ხო, ყველა ნებისმიერ მშენებარე კომპანიას გეხებათ, აი ესეთი სახით მე უკვე შეზღუდული ვარ, ვინაიდან ეს არსებული ზემოთა მხარე ჩემია და მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო. რატომ აკეთებთ ამას? ამას დაანებეთ თავი, ხო, აი ამას გააკეთებს უკვე მემონტაჟი და არავითარი ფასადი არ დაზიანდება, ხო? როგორც შეთხებით თუ გავითვალისწინოთ, აი ახლოში რომ მოვიტანოთ ფოკუსირებით, ერთ წუთით იქნება დაინახოთ, რატომაც არა. აი ვაკვირდებით ხო, აი ბოლოდან პირველი ჭკვიანი გავაკეთე, შემდეგ პრინციპში მიმის ქვემოთა ჭკვიანი ადამიანის ტიპაჟი გამოდგა, რატომაც არა. გავედით ხუდრო ვინაიდან აი ხო, მწვანე და ყვითელ შუა არის სექტორი, სადაც პრინციპში ფანჯრები არაა და რატომაც არა, დამასობაში აი ეს ნოსესი არის საერთოდ ხო, პირველი აი ქვემოთ უკვე ჩამოსულები ერთმა საკუთარი კარებისკენ მოუშვირა, მეორეც მიყვა, მესამეც მიყვა. ერთმა გააკეთა და დანარჩენების აყრენო, ამაზე არის საუბარი. ამიტომ უნდა ვითვალისწინებდეთ იმას, რაც არის ნორმირებული, ხო, არ უნდა ვაროთ საკუთარ ჯერ ესეთი ჯანმრთელობას და ამასობაში კი ის რეზოლუცია და რეგლამენტის და წესებიც უნდა დავიცვათ. ეს არსებული ფართის საკვები იქნება ეს ჩემი მოთხოვნილებით არის ვინაიდან აქ არის პროცესები, ხო? პროცესები უნდა ჩატარდეს დაასხმა, ხო? ამასობაში მობილქეთება და ასე შემდეგ და მე მინდა რომ ჩემს მიერ დამონტაჟებული საკვები იყოს სუფთა შენარჩუნებული. ამიტომ ეს იქნება მოთხოვნილება ყველგანს და ყველასთან ბოლო იქნება საკვები. და საკვები ამასობაში ამასაც ვიხილავთ, ხო, რეზერვაციით ქვაბი პლუს ეგრეთ წოდებული რეზერვაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორ სულ წერტილზე, საშხაპე წერტილებზე კიდე ჯერ ვიზახი არა სამზარეულო და პლუს სული წერტილი
თანადაც დეფიციტის გარეშე გამოვიყენებთ ცხელ წყალს. აქვე დარაჯი ეს 21 საუკუნეში არ არის უკვე ნონსენსი და ის ერთადერთი წეთილი წეგარას გავმარტე მე მშენებლის მიერ რაც არის დატოვებული აი ეს ეგრეთ წოდებული უკვე ფუძიანი ხო საფუძველი ის არის ეგრეთ წოდებული ცეტაური ჩამკეტი ყველაფერი შეიძლება მოხდეს თუნდაც შემდეგ უკვე მოდის ეგრეთ წოდებული უკვე აქვე დარაჯი აი ეს ზუსტად მიმართულება რა ვიცი 21 საუკუნეში მე მშენებრა კორპუსებში და არა მხოლოდ მშენებრა კორპუსებში კორპუსების ბინებში ეს უნდა იყოს ჩამოყალიბებული და ეს უნდა იყოს უკვე აქსიომა ეს უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნა რომ ვინაიდან ეს არსებული დილაისი გიცავთ თქვენ საკუთარი ჯერ ესეთი რემონტისგან საკუთარი ფართის წაბლისგან და მე შემდეგ თქვენს მეზობლის რემონტისგან ესეც დაიმახსოვრეთ ხო არ გიქს ეს $1,000,000 და ჩვენი მომენტი არის ეს 21 საუკუნეში რედუქცია ვიყენია უკვე გარეთ, ამიტომ აქ უკვე რედუქტორს ვეღარ ხედავთ, ვინაიდან ფიქსირებული წნევა შემოვა და გვექნება ეგრეთ წოდებული, გვექნება რა გვაქვს, ეგრეთ წოდებული მიკრონული რეცხადი ფილტრი ამას ქვია თქვენაზე, აი ვაგვირდებით ხო ამასაც ყველაფერი ონლაინ, ვედრო შევაყოფთ ან ეგრეთ წოდებულ შლამს, რატომაც არა ფიქსში გამორიცხოთ საკუთარ ფილტრს, გვექნება სუფთა წყალი. ეს კოლექტორები არის, რადიატორები პლუს იატაკის გათხოვა და ამ რადიატორებში გაერთიანებული გვაქვს და რა ვიცი, ძალიან ბევრი არა, მომენტ შემთხვევაში გამიჯნული იქნებოდა და შეკვეტებული ხო, რატომაც არა ხო, შემრევი კვანძები, თავის საცირკულაციო ტუმბოთი, შემრევი კვანძით, რომელიც რაღაც 1-2000 ლარამდე აგიხვათ და მე ჩვენზე იძახიან ხო, მეძურეები არიან. სასაცილო არის. ამასობაში 1+1 ხო, ეგრეთ წოდებული TSG თავაკები, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინდივიდუალურად გავაკონტროლოთ წყლის ტემპერატურა ნებისმიერ სივრცეში. ამასობაში გაერთიანებული არის ხო, ვაკვირდებით ხო, არსად არა საცირკულაციო ტუმბო და არც იქნება ერთადერთი გემა რეცირკულაციის ტუმბო, ის ტუმბო გამოთვლები ვავიცოთ ამასობაში ქვაბი რაც იქნება დამონტაჟებული ის იქნება შეტაცებული არსებული ფართის მოთხოვნილებას ხო ხარჯოების აუცილებელი არის ეს არის კომფორტი ვინაიდან კი ბატონო ჩვენ ისეაც გავაკეთებთ რომ ხარჯოების გარშე პრინციპში იმუშავებს ისე მაგრამ ეს თქვენი კომფორტი არის დამკვეთებს გეხებათ შემდეგ უკვე ეს მიმართულება არის ეგრეთ წოდებული რადიატორების ეგრეთ წოდებული მიწოდება ეგრეთ წოდებული უკუსვა სისტემა კიდევ ჯერ ვიძახი დაწნეხილი არის, დაპრესილი ჩვენი რასპრესში. ამას ნიშნავს, რომ არის წნევის ქვეშ და ეს იქნება რემონტის ბოლომდე ასე. ეს მოხმარება, აივანს შეგვიძლია წყლის მოხმარება, რატომაც არა, ამასობაში გამიჯნული ცივი, ცხელი და ეგრეთ წოდებული რეცირკულაცია. საბოლოო ჟანს, ცოტა ხო, რაღაც ივნისისკენ არსებული უკვე საქვაბის მონტაჟის სტატუსს ვიხილავთ. ამასობაში ამ მიმართულებაში შეგვიძლია უკვე თამარ დაუსვათ წერტილი, ვინაიდან პირველი პუნქტის ეგრეთ წოდებული წერტილი უკვე დავსვით. ხო, არის ინჟინერული კომუნიკაციების სრულყოფილად ჩამოყალიბებული, დაპრესილი, დაწნეხილი ჩვენს მიერ შემოწმებული და შეგვიძლია ხელშეკრულებასაც დაუსვათ წერტილი და მოვაწეროთ ხელი. რატომაც არა. და ბოლოს უკვე აღორძინებული სისტემა, რომელიც აი ესე ხო, რომ ჩაერთვება აი ეს. ჰოპ და ყველაფერი იმუშავებს ისე როგორც საჭიროა. და ორგვარი რაღაცა ვარაუდების გარეშე. როგორც ყოველთვის დავიწყე არსებული ხედებიდან და ჯეჯერობით არსებული ხედებიდანაც დავტყვი რატომაც არა სიმყუდროვი არის არსებულ პრინციპში ლოკაციაზე კი სიმშვიდეა თბილისის ხო თბილისისგან ხო თბილისის შიგაუბრებიდან განსხვავებით სიმყუდროვი ნამდვილადაა სიჩუმე სიწყნარე სიმშვიდე ადამიანს როგორც უყურებ ასაკშიოსა შედიხარ უფრო მეტად გინდება ეს ნამდვილად ასეა როგორც ყოველთვის კეთილი და პატიოსანი და ამასობაში ამ ეგრეთ წოდებული ჩვენ პუნქტიდან მოყოლებული მე ვიტყოდი იმას რომ ჯეჯერობით მომავალ შეხვედრამდე ჩემ პატივსემელო საზოგადოება